ვიწროთ გეოპოლიტიკურ პრიზმაში აზროვნებაზე უარესმა არ ნიშნავს თვალის დახუჭვას საერთაშორისო რეალობებზე და პირიქით, ანუ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მოვახერხოთ აი ამ გეოპოლიტიკური კრიზისზე ისე საუბარი, რომ სხვა თემებსაც შევეხოთ, ხო? ანუ კი არ გავაცალკევთ ერთმანეთისგან ახლა როგორ ხდება, ხო? მაგალითად კლიმატის ცვლილებაზე არავინ აღარ საუბრობს, იმიტომ რომ ვისხელა, ხო? ამისთვის, იმიტომ რომ ომებია და კრიზისები, ხო, ყველგან. მაგრამ ეს რაღაცა დიფერენცირება და პრიორიტიზება კი არ იქნებოდა სწორი ჩემი აზრით აი ამ გეოპოლიტიკურ კრიზისურ ვითარებაში. არამედ ის რომ პირიქით აი გამოვიყენოთ ეს გეოპოლიტიკური კრიზისები იმისთვის, რომ იმ სხვა თემებზეც ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად ხო ნავთობ პროდუქტები, რომელიც კლიმატისთვის პრობლემა არის, იმისთვის პრობლემაა, რომ დავუშვათ რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირო, ხო? და ნავთობი და გაზი რო თავის დროზე ჩანაცვლებული იყო განახლებადი ენერგიებით, დღეს რუსეთს ეკნოდა ნაკლები ბერკეტი, ნაკლები ფული იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ომი უკრაინაში, ხო? და რაღაც აი ასეთ თემებზე საუბრით შეგვიძლია, რომ გეოპოლიტიკური მომენტი გამოიყენო იმისთვის, რომ სხვა პრობლემებზე ისაუბრო იმის საწინააღმდეგოდ, რომ გეოპოლიტიკის ხარჯზე ყველაფერი გადავიდეს კულისებში და მეორე პლანზე, ხო?